ურეკში თანასწორების და განვითარების ცენტრში ადაპტში ჩამოგვიყვანა წერილმა. წერილი იყო ესეთი საგანგაშო შინაარსის, რომ აქ მყოფ ბენეფიციარებს არ ექცევა ყურადღება, არ აქვს შესაბამისი პირობები და იქნებ გადამოწმოთ და ნახოთ, როგორ პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემები აქვთ, რომლებიც ავად არიან. არის როგორც ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე ფიზიკურის და ასე შემდეგ. მოკლედ შეშემო პირებზეა საუბარი, 25 ბენეფიციარი ცხოვრობს ამ ცენტრში. ეს არის საკმაოდ დიდი კერძო სახლი. აქ დახვდა ჩვენ პერსონალი, მოვიდა დირექტორი, ყველა კუთხე კუნჭული დავათვალიერეთ, შევათვალიერეთ, ვნახეთ და შემდეგ უკვე დასკვნასაც გამოვიტანთ. ქალბატონო ერინა, მე რეალურად თქვენთან ვარ ჩამოსული ბატონი ბიძინას საჩივართან დაკავშირებით, მაგრამ როგორც გავიგე, ბატონი ბიძინა აღარ არის უკვე აქ და გადაყვანილია, ხო? კვარაცხელია ბიძინა, კი, აქ არის. იმიდან რა ქვია, უკაცრავად ფსიქიატრიული და დაბრუნდა ისევ აქ. ისევ თქვენთან არის. კი, ბატონო. მაჩვენებთ ხო ბატონ კი, ბიძინასაც? როგორ არა. ჯერ დავიწყოთ აქედან. ფხვნილი არის დაპნეული და საშინელი ფხვნილი სუნია ოთახში, ქიმიკატის სუნი. აი რატოა ეს ასეთ? აი არ ვიცი, ვერ გეტყვით აი ძალიან ძიმე მძაფრი ფხვნილი სუნი, აი ქიმიკატების სუნი, აი მოდის აშკარად. აი ეს არ მუშაობს, ჩვენ გავყავს და სხვაგან ვაბანავთ. საპირფარეშოში საჩედის. აი სიგარეტის მონაწევია. აკეთებთ ამას თუ რა ხდება? რემონტია ესა, რემონტია. ძირითადად პამპერსი. ბატონო ოთარ გაესაუბრე. ბატონო ოთარ, როგორ მოგწოთ პირობები? ძალიან კარგია. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ეს არის სამზარეულო. გამარჯობა. მოგესალმებით, თქვენ მზადებით მზარეული, ხო? წვნიანი თევზით, სალათი, ვენეგრეტი. კი ბატონო, ვენეგრეტი მზადდება. აი, რამდენი კაცია თქვენთან? ჩვენთან არის 24 ადამიანი. 24-ისთვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უხა აი თევზის თავებით წვნიანი ნამდვილად სუყე ნოყიერი გაკეთებული არის. სადილი არის ძალიან კარგი გაკეთებული. ეს დილის ფაფა. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. დილის ფაფა ყველაფერი მოწესრიგებული, სუფთად ჩაწყობილი. კი ბატონო, აი აქ ვენახეთ, ყველაფერი სუფთად არის. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნო. სველი წერტილი მოწესრიგებული, 3 ადამიანს ერთი სველი წერტილი აქვს, ძალიან კარგია. სალკე პატარა ხელისაბანი და ყავის გასაკეთებელი საშუალება აქვს, თან ჩაი თუ კი სურვილი ექნებათ და ესეც ოთახია იქედანაა შესასვლელი. საერთო ოთახი. გამარჯობათ ბატონო ბიძინა. ჩემი ნახო, ხო გინდოდათ? მადუნა კოიძე, თქვენ მე მირეკავდით, ბატონო ბიძინა, მე თქვენი ნომერიც ამაქვს და ვთხოვეთ, რომ ჩამოსულიყავ. თქვენ გქონდათ სურვილი ჩემთან გასაუბრების. მე ვარ. 2 წელია ფეხი ვერ დავდიო. ფეხი ოთახილი მაქვს, ვერ მართავ. თუ შეიძლება, რომ სამჯერო ნაიფაქტარი. სამჯერო იფიქრე განათადი და ხელი არ შევიძლია რომ დავატრიალო. ეგეთდა. თუ შეიძლება, რომ ელექტროეტლის არა, თქვენ მე დამირეკეთ სხვასაკითხთან დაკავშირებით. თქვენ სხვა მოტივით ჩამომიყვანეთ მე აქ, ბატონო ბიძინა და ეს მინდა. იყო ასეთი, მე საავტობუსში ვიწყებ ისეთი ფოტო საავტობუსში. დიახ. და გადავიყვანი ფსიქიატრში და არ ვიცი რატო ეს გადავიყვანეს. იყო აბე რაღაცა. ნაგულა, საკითხი როგორ არ ნაგულა, რისთვის კალოდონო, ოდნა აზიარო რა. ვარ სამჯერ აიდაკდა, სამჯერ მაგდა. აი გამასოწყეს. და ამის დაძერება ხელით წინაშე მოიწვია დავდივარ ძალეს. ანუ თქვენი სურვილია ელექტრო შემოსულია ვერ დამყავს აი ეტე. ხელით ვერ ვატკია, ამას ძალა ხოვდა. ამას დავატკია ძალა ხანჯალებს ვისწავლა. და თქვენი ოცნება ელექტროეტლი? ფეხეცეულა შემიძლია გაგდაცოცნება. და თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა, ჩვენ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არ აგვაქვს, მაგრამ ვინაიდან აქ ჩამოვედით, მოგმართავთ და თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა და გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდება, ურეკში არის ესეთი თავშესაფარი და თუ შეგიძლიათ ბატონ ბიძინას ეგებ ელექტროეტლი შეუძინოთ. მე პირადად ძალიან მადლობელი დაგჩებით. ეს ბატონი 2 წელია რაც გავიხსენით აქ არის. საერთოდ ვერ დადიოდა, ვერც ეტლით ვერ მოძრაობდა. ჩვენ აი კი არ შემოვიდა, შემოაგდეს.
თავისიანებმა რო ვთქვა სიმართლე და ამის შემდეგ ჩვენ ყველანაირად უმკურნალეთ თუ ჩვენი ძალებით თუ საავადმყოფოში გადასაყვანით პირველ ხანებში მას ფსიქიური აშლილობით მოვიდა ჩვენთან, მაგრამ პირველ ხანებში პირველ ერთ წელიწადს მართალი გითხრათ ეს არ შეიმჩნევოდა. მეორე წელიწადს ახლა ზაფხულიდან ეს არის ძალიან მძიმე ავადმყოფი, სამჯერ იყო ახლა ზაფხულის შემდეგ ფსიქიატრიულში და არავითარი ძალით კი არა ნებით და ხვეწნა უნდა იმისათვის რომ შესაბამისი ავადმყოფი გადაიყვანონ ფსიქიატრიულში. თქვენ ალბათ იცით ფსიქიატრულები როგორ გადატვირთულია და რა გვიჯდება ჩვენ რომ გადავიყვანოთ ავადმყოფი ვინ წყვილა ვინ წაიყვანს ვინმე. ბატონი ბიძინა ჩვენთან როცა მოიყვანეს აბსოლუტურად არ სარგებლობდა ეტლით. უბრალოდ იყო ფეხი ქონდა მოტეხილი და იყო მწოლიარე მდგომარეობაში. ჩვენ ტრამვირებული. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველანაირად მოვახერხეთ ის რომ ვათხოვეთ ეტლი რომ გამოსულიყო სუფთა ჰაერზე, აი რომ მოვიდა თვითონ ისიც კი შეგვეკითხა გარეთ ფოთლები ქონია ხესო ისე უკვირდა გარეთ ყოფნა. რაც შეგვეძლო ჩემმა თანამშრომლებმა მართლა მადლობა მათ რომ აი ესეთ მძიმე ავადმყოფს მოუარეს ყველანაირად შეუწყეს ხელი რომ აი მას დამოუკიდებლად შეეძლო გამოსვლა გასეირდება ეს ეტლი ვათხოვეთ ჩვენ. ამის შემდეგ მოვიყვანე ფიზიოთერაპევტი რომ იქნებ მასაჟებით გავსინჯოთ რა სჭირს რა გაუკეთოთ თქო და აი ფიზიოთერაპევტმა მითხრა რომ ეს ფეხი თავისუფლად შეუძლია მას რომ იაროს ჯოხით. ცალი ფეხი აბსოლუტურად ჩვეულებრივია. არის ახლა ესე ყავს ბენეფიციარები, რომლებიც ჯოხით დადიან. არ საჭიროებს ეტლს. სადაც მივიყვანეთ და საავადმყოფოში იყო, არც ერთ ფორმაში არ ჩაუწერეს, რომ საჭიროებს ეტლს. შესაბამისად, სოციალურმა სამსახურმა თუ არ იქნებოდა მოთხოვნა რომ საჭიროებს ეტლს, ვერ მისცენ ეტლი. მაგრამ თვითონ ეტლი არ მაქვსო, ამისი პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ თავისუფალი ეტლებით გვაქვს, თუ შეუძლია ვათხოვებთ და მივცემთ მას. რაც შეეხება ეხლა ფსიქიატრიულში გადაყვანას. ფსიქიატრიულში გადაყვანა ეს თავისი ქცევიდან გამომდინარე 3 დღის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს ცენტრი რომ არ გადავიყვანოთ აი თუ შეგვიძლია რამე მთელი შენობა ფეხზე დგას, იმიტომ რომ ეს არავის არ ასვენებს. იძულებული ხდებით გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შესაბამისად მოდის ურეკის პოლიციის განყოფილება, ყველა უყურებს ამის მდგომარეობას, აქ რა კონცერტებს გვიდგამს. ამით ირღვევა სხვისი უფლებები, სხვა ბენეფიციარებიც, რომლებიც წამლის ქვეშ არიან და მოსვენება სჭირდება. მინდა ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ხელფასის გამო არ მუშაობენ ისინი და მართ აქვთ ეს ემპათიის გრძნობა თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც უმწეოა ამ სიტუაციაში, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ გარემო საკმაოდ მძიმეა, ანუ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობს თავის სახლში, ბინაში, ოჯახში, ალბათ ამ ადამიანებისთვის მაინც ეს კადრები საკმაოდ მძიმეა. მე არ შემიძლია ამკითხო აქაურ ბენეფიციარს, ანუ თქვენ გააქვთ რაიმე პრეტენზია ან კვებაზე ან აბსოლუტურად არაფერი. მე უბრალოდ ფიზიკურად ავარ. ფსიქიკურად არა ვარ დაავადებული და ვხედავ ყველაფერს, რა ხდება, როგორ არის, რა კეთდება, სისუფთავის მხრივ, ჭამის მხრივ. არაერთი ცენტრი გადაგვიღია, გვინახია, რომ კარგ პირობებში ცხოვრობდნენ, ძალიან ცუდ პირობებში იყვნენ. მე ძალიან კარგად მახსოვს ის რეპორტაჟი თბილისიდან, სადაც საჭმელი აკლდათ ბენეფიციარებს და უმწეო ადამიანს სახლის ჩუსტს ნატრულობდა და იძახოდნენ, რომ სახლის ჩუსტი მაჩუქეთ და საპენსიო ბარათები ქონდა წაღებული დირექტორს და არაძლევდა, რომ მათ რაღაცა შეეძინათ საკუთარი პენსიით. ყველანაირი შემთხვევები ხდება, ამიტომ ჩვენ ვერ უგულველყოფთ აი კონკრეტულ შემთხვევას და ამიტომ მოვედით აქ სახალხო კონტროლი, რადგან მივიღეთ ჩვენ ეს სიგნალი, ჩავთვალეთ საჭირო რომ მოვსულიყავით და გაგვეშუქებინა. 25 ბენეფიციარი, ხო? დიახ. მაგრამ ზევითაც გვაქვს მეორე სარესტაურანტთან. კი, მინდა ვნახო, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგის პრობლემაა. ხო, ახლა ავიღეთ რაღაც სარემონტს გვაქვს რომ მეორე აქეთ. იმიტომ რომ 25 კაცის თეთრეული, ტანსაცმელი და
ჩაისტილოები ყველაფერი ამაში ფიზიკურად ვერ გაირეცხება. ეს მანქანა არ მუშაობს. არა. უკან არსებული ნაგავიდან ეტყობა, რომ ეს მანქანა აქ თვეებია დგას და არ დამონტაჟებას არავინ ამას არ უპირებს. ანუ ერთ მანქანაში რეცხავთ ყველაფერს აბსოლუტურად. რამდენი დამლაგებელი ყავთ? კაპიტანიცია. 3 დამლაგებელი არის ყოველ ცვლაში, დილიდან დილამდე არიან, 1 მომლელი კიდე და დაცვა. 3 ადამიანი 24 საათის განმავლობაში აქ არიან. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე ასეთი ობიექტების გადაღება, ემოციურად ძალიან ვიდრგუნები, იმიტომ რომ მინდა რომ მე მესმის, რომ არ შეიძლება ამ ადამიანების შრომა არ დააფასო და არ თქვა ის, რომ ეს ადამიანები ძალიან ბევრ ამას აკეთებენ, მაგრამ ისიც რო ვთქვა, რომ ყველაფერი კეთდება და ეს ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობს და რომელსაც ქვია ბენეფიციარი, არის ბედნიერი და ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მათ თავის ცხოვრება გააგრძელონ ისეთ პირობებში, რომელიც მიახლოებული, ოდნავ მაინც მიახლოებულია ოჯახის პირობებთან, იქნები მატყუარა ნამდვილად, იმიტომ რომ ესეთი მძაფრი სუნია გარკვეულ ოთახებში ყველგან არა საბედნიეროდ. საპირფარეშოები, ბევრი ძალიან მოწესრიგებულია, უმეტესობა მოწესრიგებულია, ბევრი არა, უმეტესობა მოწესრიგებულია, მაგრამ როგორ გითხრათ, საჭმელი რო ვნახე, საჭმელი მართლა კარგია, თბილისში არ მინახია მე ესეთი კვება არ მელოდებოდნენ, არ იცოდნენ, მაგრამ მოწესრიგებულია. გული მტკივა, რომ ჩვენ სათანადო პირობებს მაინც ვერ ბუზრუნველყოფ და ვერ ვქმნით და არ ვაძლევთ ამ ადამიანებს ნორმალურ პირობებში არსებობის უფლებას. აქ კიდე არაუშავს, კიდე ბევრი რამეა გაკეთებული, მაგრამ ელემენტარულად რო უყურებ, ამ საწმენდებს, რომლითაც ადამიანები ტანს იმშრალებენ, ამ თეთრეულს, რომელშიც ადამიანები დაწოლილები არიან. ელემენტარულად ამ საცვლებს რო უყურებ, ხო, გული მტკივა ნამდვილად. ჩვენ უბრალოდ ვთვლი, რომ მე მეშინია, რომ ღმერთმა დამიფაროს, რომ ესეთი სიბერე მქონდეს და ღმერთმა დამიფაროს, რომ ესეთ პირობებში მომიწიოს ცხოვრება. მე ამის მეშინი, მართლა მეშინი. გაჩვენეთ, გადავიღეთ და ვფიქრობთ, რომ შესაბამისი კონტროლი ასევე სახელმწიფოდან რა თქმა უნდა იქნება, მით უმეტეს, რომ მოვლა პატრონობა ამ ადამიანების ხდება სწორედ რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.